მოწვეული ვარ დედა გულნაზის მიერ. დედა დამიძახეთო მითხრა და მეც კიდე თითქმის მისი ტოლი ვარ, მაგრამ მაინც დედას ვეძახი. იმიტომ რომ ესეთი წინადადება წარმოსდგა მისგან. მე ძალიან მომწონდა სხვათა შორის ათინათი ჟურნალი, ძალიან მომწონდა და ამდენხანს გაერთიანებული ვიყავი სხვადასხვა ჯგუფებში, მაგრამ ეხლა დაინტერესებული ვარ ამ ჯგუფით, რადგან თვითონ დედა გულნაზი არის ძალიან თბილი, ძალიან კარგი, მოსიყვარულე. აი თითქმის ჩემ თავს ვაიგივებ მასთან. მეც მიყვარს. მამაკაცებსაც კი გულებს ვუძებ, იმიტომ რომ ადამიანები მიყვარს, ჩემი ქართველები მიყვარს და სამშობლო რომ მიყვარს, ქართველები მიყვარს, ამიტომ კომენტარებშიც თბილი კომენტარები მაქვს ყოველთვის და არავინ არ წამჩხუბებია არასდროს და დედა გულნაზი მოეწონა ჩემი ლექსები და მომიწვია აქ. ესე იგი გამიფორმა. დღეს პირველი სტუმრობა ჩემი, დიახ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო დღეა, იმიტომ რომ ჯუმბერტო სახელობის საერთაშორისო აკადემიის სხდომა ტარდება და მე მეორედ ვარ უკვე ამ სხდომაზე დღეს კრებული ათინათის წარმოდგენაცდება ჩემი ლექსებიც არის მან შეტანილი ეს ძალიან სერიოზული კრებულია და თვითონ ჯუმბერტო სახელობის აკადემია არის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი გულნაზი ხარაიშვილი არის სრულიად განსაკუთრებული ქართველი ქალბატონი რომელსაც აქვს ძალიან დიდი ბიოგრაფია ძალიან დიდი პიროვნული მიმზიდველობა და იცით რა შეა საქმე ის მრავალფეროვნება და ის სულიერება რომელიც აქვს უფლებს ჩვენთვის არის მეტად მნიშვნელოვანი ამიტომ ჩვენი პიროვნული ინდივიდუალობა მე მგონი უფრო მკაფიოდ წარმოჩინდება უფრო ნათლად უფრო გასაგებად და ის ინტელექტუალური პოეტური შემოქმედებითი საწყისები რომელიც თითოეულ ჩვენგანში დევს აქ კიდევ უფრო ფართოდ უნდა წარმოჩინდეს ისე რომ მე ვფიქრობ ეს არის შემოქმედი ადამიანების შეკრება რომელიც ხელს შეუწყობს თითოეულ ჩვენგანის შემდგომ განვითარებას დღეს აქ ათინათის პრეზენტაცია რომელშიც დავიბეჭდე ვარ ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის აკადემიის წევრი ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილის დახმარებით მოვხვდი აქ და ძალიან ასიამოვნი ვარ ვიყავი პირველად როცა გადმომცენ დიპლომი ეხლა მეორეთა ვარ მოსული და ძალიან სასიამოვნო გარემოა ძალიან კმაყოფილი ვარ ასე რომ ძალიან ასიამოვნო ქუთაისიდან ვარ ეხლა მამაქალაქიდან დანახული დედაქალაქის პოეზია როგორია სადაც არ მოეკითხება პოეტების ძალიან სასიამოვნოა საქართველოს განუყოფელია დედაქალაქი და მამაქალაქი თითქმის ერთია მთელი საქართველოს ერთად დიპლომატიურ პოეტურ პასუხს რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა აქ ჩამოსვლა და სტუმრობა და დიდი სითბო და სიყვარული რაც აქ დამხვდა პირველ ჩამოსვლაზეც და დღესაც ძალიან ასიამოვნებ ვარ მადლობა ქალბატონ გულნაზისა მთელ აკადემიის წევრებს ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს აქ მოვედი უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ გულნაზს და ამ წიგნის ღირსი რომ გავხდი ამისთვის მადლობა უფალს და მადლობა დედა გულნაზს მე მე-16 წიგნის თანაავტორი გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ ბეცები რომალი ჩემი წიგნიც გამოუშვა და მაშინ თელეთ უკეთესი რაც შეეხება ყველაფერი მე ერთ-ერთ ლექსში მიწერია ხოლმე რომ ჩემი სუნთქვა და სიცოცხლე ოჯახი და ლექსი არის მეთქი მადლობა სუხთი ქალბატონ გულნაზის რომ აქ მომიწვია და ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ლექსი არის სიხარული რა. როდესაც ადამიანს აქვს ნიჭი რომ დაწეროს ლექსი, ეს არის ღმერთის მოწებული და დიდი სიხარული და ბედნიერება ადამიანისთვის. შენ ახლა 13 წლის ხარ და რამდენი წლიდან წერ ლექსებს რო გკითხო, ლეგიტიმური კითხვა იქნება? რამდენი წლიდან? 11. ხო არ არის შესული რამე? კი, ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი ვაზის სიმფონია. ბედნიერი ვარ მე რომ ამ დიდ ოჯახში მოვხვდი. ვწერ, უმღერი ვარ, როგორც ჩემს ლექსებზე, ასევე პოეტების ლექსებზე. მე მაინტერესებს რომ ჩემი ერთადერთი მიზანი არის რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში. მშვიდობა იყოს და ლექსებში აისახება ეს? ნამდვილად, უფალზე ვწერ და სამშობლოზე ვწერ. და ყველას ვუსურვებ მსოფლიოში იყოს მშვიდობა. აი ეს სურვილი მაქვს ძალიან. შექსრულებებით. უღრმესი მადლობა. მოგესალმებით. დღეს პირველად ვარ აქ მოწვეული ქალბატონი გულნაზი ხარაიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობა ქალბატონს მოწვევისათვის. მე გახსოვთ ქუთაისის წარმომადგენელი ხელოვნების სფეროდან ოპერის მომღერალი 45 წელი ვიმუშავე ოპერის თეატრში. ამჟამად თეატრში არა ვარ.
და ხვდა წილად ბედნიერება, რომ ქალბატონის დიდი რეკომენდაციით გამხდარიყავი ურამლეჟავას სახელობის აკადემიის წევრი. დღეს არის ჟურნალ ათინათის 56 ნომერის წარდგენა 56/2 ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ჟურნალ ათინათმა უკვე მეორე ნომერი გამოსცა უფრო სქელყდიანი და უფრო ისეთი სხვანაირი გარეყდით მაგრამ არ შეცვლილა მისი ფორმატი ეს იმას ნიშნავს რომ ჟურნალი ათინათი იტევს როგორც ახალ პოეტებს რომლებსაც ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი აღმოაჩენს როგორც ჯუბერლეჟავას სახელობის აკადემიის პრეზიდენტი, რომელიც ასე ეძებს გაბნეულ პატარა მარგალიტებს, დღესაც აგერ წარმოდგენილი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც თქვენც აუცილებლად თავის სიტყვას იტყვიან და ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს რო ვიმყოფებით მირზა გელოვანის ბიბლიოთეკაში, რომელიც არის ძალიან ხშირი მასპინძელი აი ამ ათინათის და ანთოლოგიის წარდგენა ხშირად ხდება ხოლმე აი ამ და მადლობა ამისთვის მის ხელმძღვანელს თამას ნიკურაძეს, მადლობა ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს როგორც აკადემიის პრეზიდენტს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის ხელოვნებას, თავის ლექსებს და თავის ნაშრომს აი ესე აი ამ ჟურნალში განათავსებს ხოლმე და მადლობა თქვენ კიდევ ეს. უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჟურნალ ათინათს და მთელ მის სარედაქციო კოლეგიას, ვინაიდან მათ მომცეს შესაძლებლობა, რათა დაუბეჭდილიყავი, ეს არის ჩემი პირველი დაბეჭდილი პოემა, 17 წლის ვარ და ჩემს პოემას ეწოდება ერეკლიანი, მის სათაური არის და ძალიან მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისათვის და იმედია რომ შემდეგშიც მომეცემა შანსი იმისა, რომ გამოვიცე ასე ვთქვათ და გავაგრძელო ლიტერატურული მოღვაწეობა. 17 წლის ხარ და დაწერე პოემა, რომელიც ერეკლე მეფეს ეძღვნება როგორც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და ეხლა პოლიტიკური კითხვა უნდა დაგისვა. ერეკლე მეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 1793 წელს შენთვის ახლა რელევანტურია თუ არა? დიახ, გასაგებია რატომ ისევ ამ კითხვას და დასაფასებელია თქვენი მხრიდან, დიახ. ჩემი აზრით რელევანტურია დღეს, ვინაიდან ფაქტობრივად ზეძალების გათვალისწინებით ჩვენი დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუსტად იმავე შესაძლოა ითქვას საკითხის წინაშე ვდგევართ. და აუცილებელი არის იმ დროის პოლიტიკური რეალობის გათვალისწინება, ჩვენთან შედარება იმისათვის, რათა საბოლოო დასკვნა მივიღოთ, თუ რა იქნება ჩვენთვის დღეს ყველაზე უკეთესი ვარიანტი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ჯუბერლეჟავას აკადემიაში მეცნიერებათა სხდომა და აქ არის წარმოდგენილი იმ ადამიანების კატეგორია, რომელსაც მართლა ღირსეულად ფასდებულობით აქვს თავიანთი ნიჭიერება, გამოვლინება ცოდნისა და ღრმააზროვანი. და აქ ახლა იყო პატარა ბიჭია 17 წლის ნიკოლოზ ხირტლაძე, რომელმაც მართლა საოცრება შექმნა და მე ვიტყოდი, რომ ადამიანი, რომელმაც შემაძლებინა ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში მე დავწერე მასზე თუ რა უნდა განვიხილო მის შესახებ. მან გურამიშვილის, შოთას ენით და სულხან-საბას ლექსიკონით არქაული ძველი ქართულით შექმნა პოემა. და იმდენად ღირებული და ღირსეული ფასდებულობაა, ალბათ ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი, თუ ერთ-ერთი არა, გამოვლინება საქართველოს ფასეულ ღირებულებაში. ზეგარდმოსულის არის მასში ძებულება და არის კიდევ ერთი პატარა გოგონა, ანასტასია, რომელმაც ვაზის სამყარო სამშობლოსთან ერთად თავის სულიდან ამოიღო და დადო დედობის ის ფასდებულობა, რომელიც მასში დედობიდან და მაზროვანი ფასდებულობიდან არის. მე ვესალმები ყველას, მადლობას გადავუხდი ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს, პრეზიდენტს და მივულოცავ ყველას 56 ჟურნალის გამოცემას ათინათის. მადლობა თქვენ. დღეს არის 56 ნომრის ათინათის წარდგინება, სადაც იბეჭდება ნაცნობი და უცნობი და ახალი პოეტები და მწერლები, რაც სასახელო და საამაყოა ჩვენთვის. მე მიხარია, რომ დიდი ოჯახის წევრი ვარ და ნელ-ნელა ეტოპობრივად გვემატება უფრო და უფრო ახალი თაობები, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთ ცოდნას, ზოგს თვითნაბადი ცოდნა აქვს და მართლა განსხვავებული და რადიკალური და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობით, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი თანადგომით, არა პირველობით და ლიდერობით ერთმანეთს ხელს უწყობთ და ერთმანეთს ვკრავთ და ვეფერებით. უპირველესად ტელეკომპანია ვარსკვლავის მოგესალმებით, ძალიან დიდი სიყვარულით, პატივით. აღარც კი მახსოვს რამდენი ხანია თვალს გადევნებთ და არაჩვეულებრივი ინტელექტია თქვენგან და საოცარი თემა მიხარიხართ. ეხლა შეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელი დღე არის გაგრძელება მრავალი დღის, წინა დღეების და ფიქრობ საწინდარი მომავლის, ვინაიდან ჯუბერლეჟავას სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია მოძრაობს
ინტელექტი მოძრაობს და ეს ინტელექტი მოიცავს ყველაფერს თითქმის, მეცნიერებიდან დაწყებული, უბრალოდ ჩვეულებრივი ესეთი აზროვნებით დამთავრებული, მე ჩვეულებრივ აზროვნებას, არაჩვეულებრივ აზროვნებას მივიჩნევ და რაც თავარია თავბების გადაძახილი არის და ეს არის ყველაზე უფრო უმნიშვნელოვანესი ჩემთვის. აქ არის როგორც ხანდაზმული, თუნდაც ბატონი ნიკოლოზ კურტანიძე შემოგვერთა ახლა, რომელიც 90 წელს არის პრაქტიკულად. ხატრობაზე თუ ისაუბრებთ, ციხელაშვილი, ალექსანდრე ციხელაშვილი გახლავთ აქ და ასე შემდეგ და პატარა ნიკოლოზ სხიტლაძე, ანასტასია ლელაძე ერთი სიტყვით ხო საოცარი ბალანსია და ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და რაც თავარია ყველაფერს ქვია ერთიანად სამშობლო. ერთიანად ერთიანობა ქვია და ეს არის სწორედ ის ძალიან დიდი ჩემი სამშობლოს მოგზაურობა სოფლიო ინტელექტში, როგორიც იყო თვითონ ჯუმბერ ლეჟავა, რომელმაც მართლაც საოცარი მოგზაურობა მისცა სამყაროს და ეს განუმეორებლობა ალბათ არის ყველაზე მთავარი. ერთმა დალოცოს ყოველი კეთილი საქმე ჩვენი სამშობლოსი და მთელი სამყაროსი. მოგესალმებით და მოგილოცავთ 56 ნომერს. მართლაც უხალია ჩვენთან. ჩვენ არავის არ ჯობივართ. უბრალოდ გავითავისოთ, რომ ჩვენთან არს ღმერთი, არს და იქნება. რაც ათინათი დაარსდა, ხატი არ შემიცვლია. წმინდა ნინო ფეხით შემოიარა საქართველოში. ქრისტიანობა დამკვიდრებულიყო და ათინათი თესავს სიკეთეს, სითბოს და სიყვარულს წმინდა გიორგი გვიცავს. აქედან ვიმეორებ, რომ ჩვენ არავის არ ჯობივართ, უბრალოდ ჩვენთან არს ღმერთი, არს და იქნება. არასოდეს არ თქვათ, რომ აი ხართ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის წევრები და ჯობიხართ ვინმეს. არავის არ ჯობიხართ. უნდა ვაჯობოთ უბრალოებით და საქართველოს სიყვარულით. უნდა ვაჯობოთ ერთმანეთთან, როგორ უნდა გავითავისოთ ტკივილი თუ სიხარული. ჩვენ უნდა დავემგვანოთ იმ გარდაცვლილ პიროვნებას, რომლის სახელსაც ატარებს ეს აკადემია ჯუმბერ ლეჟავას, რომელმაც 9 წელიწადი იარა და მსოფლიოს გააცნო საქართველო. ჩვენ არსად არ დავდივართ. უბრალოდ დავდიოდით და მე ამ წუთში მართლა ფიზიკურად ვერ დავდივარ, მაგრამ სამაგიეროდ რომ არ ვჩერდები, ხედავთ. არ უნდა გავჩერდეთ. სიცოცხლის ბოლომდე, სადაც ჩვენი კანონი დაიწერება ბედისრის კანონი, იქ გაწყდეს ის ჩვენი სიცოცხლის ბეწვი. მანამდე ჩვენ უნდა ვიყოთ სითბოთის სავსე, სიკეთის სავსე და უფლისგან გზავნილი უნდა მივიღოთ, დავბეჭდოთ ათინათში თუ ნებისმიერ გაზეთებში. ამას მე არანაირ რეკლამას არ უკეთებ, არიქა ჩვენ ვინმე ვჯობივართ და აქ დაიბეჭდეთ. არა, უბრალოდ გახსენებთ, რომ არასოდეს პოლიტიკაში არ ვერევით, მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ ერთმანეთთან დგომა, მხოლოდ ადამიანობა, ქალს რო ქალობა ეტყობოდეს და მამაკაცს მამაკაცობა. აი ეს არის ჩვენი აკადემიის დევიზი. Yeah.
წელიწადი ბიბლიოთეკის გამგე ვიყავი და ჩემთვის პოეზია არც ასია შორს და არც ისე მე ძმა მყავდა პოეტი, თუმცა მეც ვარ ეხლა უკვე პოეტი, მაგრამ ეს მოხდა მამა გაბრიელის საფლავზე, როცა ვიყავი, როცა გამოვეცალე ომს იძულებით და ესეც მინდა იცოდეთ, რომ აი უფალს როცა უნდა და ჩემში მაშინ გააღვიძა პოეზია, როგორ თქვა 30 წელიწადი ბატონი ილო რო გამოივლიდა მისი მამა და ჩვენ წავიდოდით სესიებზე და რაიონში ყოველთვის მავალებდნენ სიტყვას და მე არასოდეს ლექსი არ დამიწერია. ყოველთვის გამოვდიოდი, ვიყავი დეპუტატი, თამამად ვამბობ, ჩემი სხირტლაძეები არიან აქ. მაგრამ მე ვიყავი კალმოსანი, მაგრამ მე ლექსი არ დამიწერია, სულფრით მოხდა. ახლა ამას რატო გავუსვი ხაზი? შემომივიდა ახალი ავტორი, ჩემი კახას შვილი, ნიკა სხირტლაძე. მინდა გითხრათ, რომ მისი მამიდა მარინა სხირტლაძე ჩვენი აკადემიის წევრია და პარლამენტის ბიბლიოთეკაში მთავარი სპეციალისტია, ფრანგულ ენოვანია. არასოდეს არ უთქვია, რომ ნიკა უბრალოდ ან ლექს წერდა, ნუ არ ვიცი, სიცოცხლის რაღაცა უკანასკნელ ბოლო იყო ალბათ, ბატონი ილო იყო, არაჩვეულებრივი პიროვნება რაიონისა და მთელი სხირტლაძეების საგვარეულოს საყვარელი პიროვნება და უკვდავებასა უნდა ეტოლო. საჩვენი გავს დავენახარს. შენ შეგეძლო, მხოლოდ შენეც თების ცრემლი დაგენახა. ეს ბატონი ერეკლი საღლიანისა და მეუძღვნა რავად, იცით როგორ ვარ, მე ამ ბავშვის გამო ხერგიას, მიხეილ ხერგიას. ცხოვრებაში 24 წელია, ცოტა მაპატიეთ გულაგდილად ვამბობ. არასოდეს დამიჭერია ფურცელი რომ წამეკითხა. არასოდეს დამჭირვებია. იმდენად გაოცებას ვარ. ეს ბავშვი არის სამყაროში, ქართველობაში მოვლინებული ხმამაღლავიტყვი, გურამიშვილი, შოთა და სულხან საბა. მე დეტალურად განვიხილე, წავიკითხე, ჯერ ერთი ის რომ მუზად მოსული კი არ გაქვს, შენ განათლებულობის ის დიადი ღირსება გაქვს, რომელიც ციგნიერებაშია. თითოეული არქაული სიტყვა, თითოეული ის, რასაც მე ვუბნობ ამ სიტყვებით ხოლმე, მე ვერ ვწერ, არც ვწერ და ვერც ვწერ, მაგრამ გამაოცა და გამაკვირვა, რომ მართლა ამ ასაკში ასე ღრმაზროვნად, ზეციურად ჩამოსული ნიჭი შენ გააღრმავე, მაპატიე შენობით მოგვართავ, ჩემი შვილი ხარ და მადლობა მშობლებს, მე დავიმისებ ასევე ჩემად. ეს ნამდვილად ასეა, ყველა მიცის ხოლმე, ჩემთვის ყველა გონიერი ნიჭიერება და შენ იმ ცოდნის მადლობა მინდა გადაგიხადო, რომელიც ცოდნისმიერადაც ეს მოზა გეწია. ქალბატონი დეზის წუხელი გადავგზავნე და ვთხოვე. მე ვთხოვი აგრეთვე ქალბატონ ირმა კეკელიძეს, რომელიც არის უძლიერესი პოეტი არა, მწერალი საქართველოში და ჩვენი აკადემიის აი ყველაფერი. ვიტყოდი ქალბატონო გულნას, მაგრამ უნდა თქვა გულობევო. სხვანაირად ვერ ვიტყვი აქ. მე დედას მიძახიან, შუყელად. და ასე უნდა მეთქვა, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა მომანიჭეთ, რათა დამებეჭდა პირველად ჩემი პოემა და პირველი დაბეჭდილი თავისთავად ცხადია, სულ სხვანაირი გრძნობისა და ემოციით არის გამსჭვალული. ახლა რაც შეეხება თვითონ ჩემს პოემას, ჯერ სამწერლო სტილზე ვილაპარაკებ და აქედან შემდგომ გადავალ მის შინაარსზე. სამწერლო სტილს რაც შეეხება, როგორც ახსენეს უკვე ქამთვადეზი როგორც ახსენა, შოთა რუსთაველის დიდი გავლენა შეიმჩნევა და ეს არც არის გასაკვირი იქნა გამომდინარე, რომ 16 მარცვლიანი შაერით წერა ზუსტად იმის მერე შემიყვარდა და შემიყვარდა ამგვარი პოეზია, რაც რუსთაველის ვეფხისტყაოსანი წავიკითხე. ამის შემდგომ ისე დავტკბი, ასე ვთქვათ, მისი ნაღვაწით, რომ აღარ მინდოდა შეჩერება, ამის შემდგომ დავიწყე გამოკვლევა, თუ კიდე რა სახის კიდევ რა ნაწარმოებები გქონდა ამის მსგავსი, შემდეგ დავითიანი წავიკითხე, დავით გურამიშვილის და როგორ ისე ზუსტად როგორც ქავტოდე ახსენა და სწორად ახსენა მისი გავლენაც შეიმჩნევა.
მეგობრები ვიყავით და ყველა დაცილებული იყო ერთმანეთთან ან 3 წლით, 2 წლით და მერე 5 წლით. და ერთმანეთის გაზდაში ყოველთვის ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას. ასე იყო ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად, ჩემი უცროსი ძმა მე რო 5 წლის ვიყავ, მაშინ დაიბადა. და ძალიან მახსოვს მისი კარგად მახსოვს მისი დაბადება და შემდეგ გაზდას, როდესაც აკვანში იყო და რასაც როგორც პატარას მე მიტოვებდნენ ხოლმე აი შენ ეს დაარწე და უნდა დაძინო. და ჩემ გარბულა ყანაში სამუშაოდ. იმიტომ რომ თუ ყველა არ ვიმუშავებდით, საჭმელი არ გვექნებოდა. ისე. და იყო ასეთი მომენტი დილით და ეს მომენტი გამახსენდა, ასე რომ ვთქვა. მე 16 მარტვილიანი დავწე, აი ეს არის 7 მარტვილიანი და 8 მარტვილიანი. მე ხუთე ძმა და ვარქვი ამ ეს. დედამ როცა მიჩქმიდა ზურზე კანი ამეწვა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ აკვანი დამერძა. აკვანში ბიჭი იძვა, უღუნებდა მტრედივით. მეც პატარა ვიყავი, მუხლებ გადაკლეთილი. ოი როგორ არ მიყვარდა, რომ აკვანი მერწია. გარეთ იჯდა მერცხალი, ჭიკჭიკებდა მზეწვია. დედამ ღიმილით შემხედა, ეს შენი ძმა არისო. უცნაური გზნობებით უცბად გული აივსო. აღარ ვიცი რა იყო, უცნაურად მოვიდა, ვიან მივხვდი, ეს გზნობა სიხარული ყოფილა. ალმაცერად გადავხედე, ბიძაშვილი მოსულა, ისიც პატარა იყო, ჩანს თამაში მოუნდა, იმას შემოუერთდა, ჩვენი ტოლი ციცინო, ახლა უნდა დავდგე და გულიანად ვიცინო. როდესაც დამირეკა ქალბატონმა გულნაზი გუშინ ისე მოგვიხდა ჩვენ ჩამოსვლა, რომ ჩემი მეუღლის ბატონი გოდერძი მახარაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისში და მოგვიწვიეს იქ და სიმართლე გითხრათ აქ არც ვაპირებით და უცბად მოხდა ისე რომ წამოვედით აქეთაც და ამიტომ ვერ შეგეხმიანეთ და გვაპატიეთ ამისთვის. არა, უშავშია. მაგრამ მაინც პირველად ხვდები ჩემ აკადემიის წევრს ამბებს. მე ბედნიერი ვარ პირადად რომ ვარ რუბერ რეჟავას სახელობის საერთაშორისო მრავალპროფილიანი აკადემიის წევრი და ეს ალბათ დიდი დავალებაც არის რომ სადაც არ უნდა იყო რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყო შენ უნდა წარმოადგინო შენი ქვეყანა როგორც შეგიძლია ისე უნდა იქართველო რომ იტყვიან და რა ვიცი აბა მე მგონი მე ვფიქრობ რომ რაც შემიძლია შესაძლებლობიდან გამომდინარე ვაკეთებ იმას რომ ჩემი ქართველი ხალხის კულტურა იქნება თუ ადაწესები თუ ასე შემდეგ ვცდილობ რომ გავაცნო უცხო ქვეყანაში თურქეთს მე სადაც წავალ ჩემი სამშობლო დამაქვს ამხრებით მუდამ გულში მყავს წუთიცათ არ დამიტოვია ჩემო სამშობლო დამიდიხარ ზარღვებში ფეთქვით ჩემს გულკერზე დაფენილი მარგალიტის სამშვენის ხარ მიყვარხარ ჩემო ქართველობა მიყვარს ჩემი სამშობლო მინდა წარმატებები გისურვოთ კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა ქალბატონებია წეგან როდესაც ვარსკვლავებს ვაძლევდი ინტერვიუს უცებ მოვიდა ფრაზა რომ აკადემია ინტელექტისკენ მოძრაობას აგრძელებს როგორც ბატონი ჩვენი დიდებული სოფლიო მოგზაური ჯუმბერლეჟავა მოგზაურობდა და მთელ სოფლიოს ჩვენ სამშობლოს აცნობდა ჩვენც ასევე მოძრაობთ ინტელექტისკენ და ზუსტად ვიცი რომ ნაბიჯ ჩვენს ინტელექტს ქართულ იბერიულ ინტელექტს აუცილებლად გავაცნობთ დანარჩენ სამყაროს. ახლა რაც მინდა გითხრათ რომ აქ საოცარი სივრცეა, საოცარი ინტელექტუალური ერთობაა. ყველა ავტორი არის საოცარი შინაგანი მუხტით გაჯერებული. მე კარგს და ცუც არ ვამბობ ახლა. ეს არის ერთიანობის მუხტი და ერთიანი სიყვარულით გაჯერებული კიდევ ერთი კრებული, კიდევ ერთი წარმატება ათინათის, კიდევ ერთი წარმატება მისი რედაქტორის და ყოველი ჩვენგანის, რამე თუ ამ ერთიანობით იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაღალ პროფესიონალური ჟურნალი ერთის მხრივ და ნაბიჯ ვიზრდებით ყოველი ავტორი აქ
ჩვენ უნდა წავიკითხოთ ერთმანეთის ნაწარმოები იმისთვის, რომ მივხვდეთ რა არის საერთო სივრცე ერთმანეთის მიმართ და კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ახლოს სამყაროს შემოქმედთან. მე დღეს უცნაური თემით უნდა წარვსდგე, რა შეუძლია დედის ინსპირაციას ჩემო ბესო. ჩვენ ვიყავით, ხო, რა თქმა უნდა, ეს რო იქმნება და დედის შრომა ჩადებული და ძალიან სერიოზული თემა, პირველად დავექვემდებარე ბრძანებას, ჩემო ბესო, მივხედავთ იმისა, რომ ჩვენ მე და ჩვენ ორ ომ გამოვლილები ვართ, ავღანეთის ომიდან რო დავიწყე, ბოლო ომის დამთავრებული და ბრძანებები ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ მე პირადად თავისუფალი გიჟი გადარეული ადამიანი პირველად დავექვემდებარე ბრძანებას. და მე მგონი ცუდი ბრძანება არ გამოვიდა. პირიქით. ანუ ამას წინ ვიყავით ქუთაისში, პარნასის სივრცეში და აგერ ეს მშვენიერი გოგონა თავისი ვაზის სიმფონიით ანასტასია ლელაძე წარსდგა. სიმფონიაზე ალბათ დეზი როგორ გვაძლევს ამის უფლებას არ მოგწევს და თვითონ ისაუბრებს. უბრალოდ მე მისი სიმფონია როგორ დავინახე და დედის ბრძანება როგორ მივიღე და რა ინსპირაცია, ეხლა უცებ გეტყვით, არა ბრძანება იყო და ეს კარგი ბრძანება იყო. თორე დროში ვერ შეძლებდი და ეს იმდენად კარგი ბრძანება იყო, რომ დღეს სველი მოვიტანი აქ. და გზაში კიდე ვიღაც დამეჯახა და გაფუჭებული, ამიტომ ცირედი ხარვეზები, რომელიც აქვს, ამას ეხლა ავტორის გამოსასწორებელია და გამოვასწორებელი. მე მინდა რომ ღმერთის გზავნილი, რომელზეც დედი საუბრობდა, იყოს მარადიული ჩვენი ცნობიერის და ქვეცნობიერის საზრდო და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით სინათლისკენ, იმიტომ რომ ის თაობა, რომელიც ახლა აქ ჩვენს გვერდით არის, აუცილებლად ამისკენ მიდის. ანასტასია ამ სინათლისკენ მიდის და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მას მივეხმაროთ. მე მხოლოდ შემიძლია მას ინსპირაციაში მივეხმარო და ერთ-ერთ პირველს დედისთან ერთად უგზავნიდი მას, რასაც ეტაპობრივად ქმნიდი ხოლმე. და იმიტომ რომ მანაც უნდა ისწავლოს გზა ძალიან დიდი მწვერვალი შემოქმედებისკენ. და ეს არის ყველაზე მთავარი. მე ვეუბნები და ვავალებ მას ბრძანება, იმიტომ ვთქვი, რომ ამასაც ნაბრძანები აქვს დედი, რომ ახალი შედევრები უნდა შექმნას. ვაი ამის ბრალი თუ შედევრებს არ შექმნის. შემოქმედებას ქვია ვაზის ჰარმონია და მე ვაზის კოსმიური ჰარმონია გადავიტანე, იმიტომ რომ სიმფონია უფრო სწორად, ხო, სიმფონია. და მოკლედ თქვენ ხო ნახეთ ჯერ. აი როგორ მეყვარხარ. იუბილეს გილოცავთ წინასწარ, იქ კიდე ცალკე მოგეხედებით. მოკლედ აი ესეთია ვაზის კოსმიური ნებისმიერმა რომ გადავზომოთ ეს აბსოლუტური ზუსტი ზუსტი სიმეტრია, ოღონდ ასიმეტრია შეგნებულად არის დანარჩენში, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა აქ რო გაზომოთ ეს ყველა წერტილი არის ზუსტად ზომებში, მაგრამ ასიმეტრია, იმიტომ რომ სამყაროს მოძრაობაა, ხვდებით ხომ და ვაზი მოძრაობს. მარადიულად და მინდა რომ ვაზის სიმბოლომ და სიყვარულმა იმოძრაოს და შექმნას მართლაც კოსმიური სიმფონიაც და კოსმიური ჰარმონიაც. ვაზის სიმფონია. ნეტარებაა, როცა ზურმუხტისფრად ახავერდებულ ვაზებს შორის, ბილიკზე გაივლი. ამ დროს თვალწინ წარმოგიდგება ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი. რა სათვლი და საყვარელია ვაზი, რომელიც ჩვენ სამშობლოს, ეზო კარმი დამოსა და საქართველოს ბუნებას უკვე მრავალი საუკუნია ალამაზებს და სიცოცხლეს მატებს. სამშობლოსა და ვაზ ქართველი ერის გულში ერთნაირი ადგილი უჭირავს. რატომ ეს კავშირი ასეთი ძლიერი? იმიტომ რომ ქართველი ერისთვის სამშობლო ისეთივე ძვირფასია, როგორც ვაზი. საქართველო და ვაზი ერთმანეთთან რაღაც ძაფებითაა დაკავშირებული. ხშირად ვფიქრობ, ნეტავ რა ქვია ამ კავშირს საქართველოსა და ვაზ ერთმანეთთან ასე ძლიერად რომ აკავშირებს? სიყვარული, სინაზე, წარსული, აწმყო, მომავლის იმედი, თუ ყველაფერი ერთად. მახსენდება ნონა დუმბაძის სიტყვები და იმის მაგივრად რომ რაღაც გავიგო, უფრო და უფრო ვიძირები ფიქრის მოერებში. რა ქვია ამ კავშირს? ისევ ეკითხები ჩემს თავს, მაგრამ პასუხის გაცემა არ შემიძლია. ნუ თუ ეს ასეთი რთულია, ნუ თუ ეს ყოველივე ასეთი ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცულია. რატომ მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? უამრავი კითხვა ერთდროულად თავს იყრით ჩემს ფიქრებში და თითქოს უფრო და უფრო მეტი ხდება. ნუ თუ ეს ასეთი რთულია.
როცა მას ხედავ, ის თითქოს ერთი ფერისაა, მაგრამ როცა მის სულს უღმავდები, ხედავ როგორ წინავს იგი ათასბრად. ხედავ მისი წარსულის ჭრილობებს, როცა ჯალათი მტერი ასე უმოწყალოდ შეხვდა ვაზის ნატიფტოდებს. ხედავ ჯალალედიც, შაჰ-აბასსა და კიდევ უამრავ უმოწყალო მტერს, ასეთი სილამაზესა და სიმდიდრეს რომ ანადგურებს. ყოველ დატყვას განვიცდი, როგორი მტკივნეულია ეს ყოველივე, როგორ მტკივა გული, რამდენს ვფიქრობ, როგორ გაუძლო ამდენ ჭრილობას, ცეცხლსა და ავდარს, ასეთმა სათუთმა ქმნილება. საქართველოს ვასა და მე თითქოს რაღაც გვაკავშირებს ერთმანეთთან. ღამით ზურმუხტვისად ახავერდებული ვაზი, რომელიც ბევრჯერ გაჩეხეს, გადაწვეს და გაანადგურეს, ჩამჩუშულებს რომ მართალი ვარ, რომ რაღაც გვაკავშირებს, მაგრამ ჯერ ვერ მივხვდავარ, ვერ გამიგია რა არის ეს. ვაზი, რომელიც ღამღამობით თრთის, თითქოს მიხმობს, თითქოს უნდა მის ნატიფ სულში ჩავიხედო და დავინახო წარსულის ჭრილობები. მიხმობს, იმიტომ რომ მეც ვეზიარო საქართველოს წარსულს და შევიგრძნო მისი სულის ათასფერობა. ვაზი, თითქოსა და საქართველოსა და თავის წარსულში მიხმობს, მივაბიჯე პირიგზე და ვფიქრობ რაღაც ამოუცნობზე. რა უწოდო ამ ადგილს, სადაც ვაზები ბავშვებივით გაქცეულან და აღარ უნდა დაბრუნება. ზუსტად იმ სახლმა, ჩემი დეზის წყალობით, რომ მან მიგვიწვია, მაპოვნინა ეს გოგონა. ამიტომ ღირსია თუ არა ქალბატონო ირმა, მივიღოთ ქალბატონი ლუიზა მშვილდაძე აკადემიაში. ეს არის იტალიაში. არა, მეკითხებით, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქტივისტები. და ხო, მე მგონი ყველა დამეთახება. მივიღოთ. აი, ეკლებმა ამაყარა ვესო შვილო რო ჩავედი და დავინახე სახლი და იმ ქალბატონმა ის კი არ გამოუგზანა ერთ შვილს, მეორე შვილს რაღაცები იყიდა სახლის, სადაც სულიერების სავანია, სამყაროა. ნამდვილად მინდა რომ შენ იჩახიდე და ეს გადაიღო. ნათელა ჩარცელიანი, რომელიც არის ოპერის მომღერალი და ნათელა ჩარცელიანი ვინც არის, ამაზე რო ვილაპარაკოთ, თქვენ მართლაც ყველანი კახოთ აქედან და დრო აღარ დამრჩება. ამიტომ პირდაპირ უნდა გადავცეთ დიპლომი. ნიკუშა, შენ გადაეცი, შენ იმიტიერები. ამას მე ჩემი თავი არ მეკუთვნის. მე ხალხს ვეკუთვნი მეთქი. აქედან გამომდინარე მე წმენა მომაძლიერა და წმენით ცოცხლობ და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, არაფერს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. ზუსტად ერთი დღის შეხედული ვიყავი Facebook-ში და დარეჯან დალი შენგელიამ შემომციცინა. იცი როგორ მინდა მეც ვიყო თქვენი შვილი. აჰა და გახდი ჩემი შვილი და ახლა შვილო შენ გადაეცი ეს დიპლომი. საერთოდ სრულიად ნათელია უკვე რომ ეს აკადემია არის განსაკუთრებული თეატრისთვის მატარებელი. ახლა რაღაცა მომრავლდა ამ ბოლო ხანს აკადემიები და ეს ჟუმბერ ლეჟავა იყო ის პიროვნება, ის მოქალაქე, ის საოცარი ადამიანი, თავისი ნიჭით, შემართებით, გამძლეობით და მე მოხარული ვარ და ვიცი თქვენგან რომ მის სიცოცხლეშივე შეძელით თქვენ ამ აკადემიის დაარსება და ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ. ძალიან დიდი საქმე და ფაქტია რომ ეს აკადემია თანდათან ძალებს იკრებს, თანდათან წინ მოდის და მართლაც პროგრესას ლუის პარნაში ჩამოვზანეთ, დიდი მოლოდინი მქონდა რომ არ დაგიბალოთ რა. თქვენი პიროვნება კი ვიცოდი, მაგრამ ეხლა წაკითხული და Facebook-ი სხვა არის და როცა ადამიანს პირადად ხვდები და უსმენ და უშუალო შეხებაში ხარ, ეს უკვე სხვა მოცემულობა და სხვა განზომილება. ბატონო თემურცი გზამდებოდა და რა ვიცი, შედგენ ნამდვილად განსაკუთრებულ შეხვედრა და აი ჩვენზე ახლა ქალბატონები გზანდებიან და კარგად თითეული მათგანის ფასი და განსაკუთრებულად გამოყვავთ მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი ანასტასიას მე ვეუბნები ხოლმე რომ მე და შენ უკვე ვართ შემოქმედებით თანამშრომლობაში მეთქი რა და ეს ნამდვილად ამაში არაფერი არ არის გადაჭარბებული. დღევანდელი დღე ამის ძალიან კარგი დასტურია, კიდევ გრძელდება ეს პროცესი და მე მოხარული ვარ რომ ესეთი რა არის იცით ცხოვრებაში აი ჩვენ მქონდა და არის ასეთ დევიზი ხელოვნება ეკუთვნის ხალხს, ნამდვილად ეკუთვნის ხელოვნება ხალხს, ოღონდ ამას ძალის ხმევა ჭირდება. ნიკუშა, მინდა ერთი რაღაცა იწერენ კიდეც და მინდა რა გითხრა, იცი კი გაქვს გავლენა რუსთაველის, გურამიშვილის, ფარნაზისეული, მაგრამ 17 წლის ხარ გადასარევია, არაჩვეულებრივია და მე ჩვენ ყველა ერთად ველოდებით ძალიან მალე, იმიტომ რომ ნიჭი შვილიდან გადმოიფრქება, შენს აი ნიკუშასეულს, რომელიც არავის არ დაემსგავსება და იქნება შენი ერთადერთი, იმიტომ რომ პოეტი ფასობს
პოეტი მხოლოდ მაშინ ხარ პოეტი, როდესაც შენსას ქმნი და არ ემსგავსები არავის, თუმცა შენ ხო რაც ჩვენ წავიკითხეთ, შენს ნიჭიერებაზე, გონიერებაზე და სწავლულობაზე მიუთითებს და მე ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი განათლებული და ნიჭიერი თაობა მოდის. რაც შეეხება ანასტასიას, საოცარი აღქმა გაქვს შენი ფესვების, ჩემო ძვირფასო ანასტასია და სწორად მეაგენი ქართული ვაზი არის ჩვენი გენეტიკური ჩვენი გენის გადარჩენა და მე მიხარია რომ შენ სასახში ამას უკვე ხედავ და არ შემიძლია რომ პარალელი არ გავალო აქ რა ხდება იცით მეგობრებო ყოველთვის ხდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ პოეზია იფრქვევა მუსიკად მუსიკაში იხატება პოეზია გაერთიანებული ვართ ხოლმე ყველა ერთად აი რაღაცა ჰარმონია იქნება და აი ამ მუსიკის ფონზე რასაც არის ჩვენი გამორჩეული ანსამბლი ვილე თავაზობს ისეთი მუზეუმი მოდის რომ ჩვენ კალმით გადავიტანთ ხოლმე ლექსად და მე მინდა პირველად ვკითხულობ თუ ვინც მიცნობთ იცით რომ ყოველთვის ეპრეთ შემიძლია გითხრათ მაგრამ დღეს რატომღაც აი ამ ათინათში ისეთი ლამაზი ლექსი დაუბეჭდია ქალბატონ გულნას ჩემი ლექსი რომ არ ვიცოდი თუ ეს ნამდვილად ჩემი ლექსი ასეთი იყო და მე მინდა თქვენ წაგიკითხოთ სინთეზი პოეზიის და მუსიკის ერთად როგორ ხმაურობს მუსიკაზე წარღვევში სისხლი როგორ ნათდება სული ხორცში ვერ დადეული ვერ გამოვხატავ სიტყვებით და ცრემლებით გიხსნით თავად შეხედეთ როგორ გრთება ჩემი სხეული დიდებულია ჰარმონია ბგერათა შორის ღირებულია მოსასმენად ჰანგებით კბილი როგორ ხმაურობს როგორ ფეთქავს და როგორ მღერის ამ მუსიკაზე გულით ჩემი ჯერისებთ იბერია გაბწყინდება იბერია გაბწყინდება ვით ნათება ზეცად ცისა ცა ხილულად იკაშკაშებს ელიო და რა იხთისა ბზის ჭაბუკნის საყვირებით აუწყებენ მოსვლას თვისას ქალწულებით მაგაშნილნი იგალობენ ლოცვად ღვთისას სიყვარული გაბწყინდება არემარე კავკას მხრისა სურნელება ჰაერს ამცნობს ჭეშმარიტებასა ღვთისას ვერ გაუძლებს ყველა ხილვას მეფისა და დედოფლისას გულს გაუპობს სულ წარსულის ბოროტეულ თვითსაქმისას ალბათონ გულნას უსახსოვრებს ყოფრადას ნაკანებს და დიდი მადლობა საყვარელი მადლობა ყველას საქართველო ჩემო დედავ ჩემი სულის ნაწილო სურს ტკივილი სიხარული შენთან გავინაწილო საქართველო ნატანჯო და ნაწამებო ალაგო ბევრჯერ სისხლით შეღებილო წანისო და არაგო საქართველო ამაყივა რომ შენი მთით და ბარითა შენ დედა ხარ იმ ქართველი დაღუპული გმირების ბრძოლის ველზე ჩვენი დროშა ამაყადრო მასწია და იმ გმირი ვაჟკაცების აკვანი დაარწია ჩვენი ქართლი დაკახეთი ჩვენი გმირი თბილისი ოდითგანვე თავს იცავდა სიყვარულის თილისმით სამეგრელო სვანეთი თუ აჭარა თუ გურია ყველა კუთხე და კუნჯული საქართველოს გულია ჰოი ჩვენ ვაფხაზეთო სამაჩაბლოს მიწებო გაყიდულო ბაღნარო და წართმეულო ზღვისპირო დახოცილო მეომრებო მოხუცებო ქალებო დაკარგულო ვაჟკაცებო სხივჩამქრალო თვალებო ვინც წავიდა იმათ სულებს მუდამენტოს სანთელი კიდევ ბევრი დაიბადოს ღირსეული ქართველი ღმერთო გევედრები ეს ნატრა მისრულე ჩემიერი აღარ იყოს თითზე ჩამოსად ჩვენიერო ქალბატონო მაისივით სათნო სულ მინდა რომ ბედნიერი ანათებდეთ მხოლოდ გულში მრავლის დამტეველო სულ მაღალო ფიქრო მიმთესველო ხნულში კეთი საქმეების გარო იყვავილეთ იხანგრძლივეთ ლექსის რითმად წყობათ რომ ცხოვრების ყველა მიზნის გამარჯვება გეუბნას აი ხალხი მე ვდგავარ ახლა ხო თუ არას გასაყარხეთზე ეს მაშინ როცა უამრავი არსებობს კითხვა და რომ ერთმანეთს სისხლის მიერ დაძმებად ვთვლიდეთ 1000 ჯერ კემსავთ ჭრით და ბზომავთ გაქცეულ სიტყვას საურთიერთო შუამავლის როლს ვირგებთ რადგან სისხლის ძაფებით ერთგულება იქნებ გავკემსოთ მაგრამ სათქმელი პირს უკან რომ მოყვასმა გათქვა დღესი მოყვასის ერთგულება რით დავაფესვო მაშინ
როდესაც ბაცისფერი დაკრავს განთიაც და სისხლის მიერს ვეღარ უხსნი შენივ სიმართლეს გულის გულამდე დასაკარგი დრო და წამია შორდები გენის ამოძახელს გონის სინათლეს შუა ზღვაში აკაჩვეებს პაემანი დაუთქვი ვერ წავედი რადგან გზაზე უცებ წამომაწვდა შენ მესაჭევ შეანელე ღუზა ოდნავ დაუშვი იძირება დარდიბს კერზე თანაც ცოტა აცივდა ყაყაჩოებს დასდენიათ ცრემლი სისხლის წვეთებად ქარი ისე დაატარებს გულზე ნაზად ეკვება ცრემლით ნაწერ ბარათებში დღე ტკივილებს ნებდება მზე მღრუბლებში მოიჩრდილა და მას ეალერსება გაიტაცა ქარმა სადღაც გზას შორეულს მიაგნო ზღვა სალმურიასდიო და მის მკლავებში ეძინა პაემანი არ დასცალდა ვერაფერი მიამბო იქნებ ასე მოისურვა იქნებ ასე ერჩი მინდათინათის წვიმალი მხატვარია მაგის ნახატები არის ახლა მაგრამ ერთმა როგორც მინდა მოგილოცოთ ათინათის 56 ნომრის გამოშვება, რომელშიც ჩემი ლექსები პირველად ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში და ჟურნალის ცხოვრებაში. ლექსი საბადო სიყვარულია, დაწყარვან არის კლდიდან ნაჟური. ლექსი საბადო სამშობლოს მიწა, წმინდა მირონით უფლის ნაფხური. ლექსი საბადო ხეებნებია, ჩვენი ქართული მიწით ნაზარდი. ლექსი საბადო ეს მინდვრებია ფერად-ფერადი ძაფის ნაკრები. ხშირად ცრემლებიც მუზებს უხმობენ, ხშირად ტკივილიც არის საბადო. ლექსებს ჩვევია ცევდასთან დობა, გადუქცევიათ სიტყვა სადარდო. ლექსი საბადო მონატრება სამშობლოს შვილის ადგილ მამულის, მონატრება გარდასულ დღეთა, კალმით მოფერება ჩვენი წარსულის. მიჭირს ხოლმე აუდიტორის წინაშე გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დავბერდი, ძალიან დიდი ოჯახით ხართ ჩემი, ძალიან მეამაყებით, ბედნიერი ვარ და მინდა ვთქვა, რომ ეს ორი ასეთი გენიოსი, მოდერაცი ბავშვის გაცნობა ჩემთვის არის ძალიან დიდი აღმოჩენა, სიხარული, ასევე თქვენ ბატონებო, ქალბატონებო ხერხით მე წინაშე გილოცავთ ჩვენ დიდ ოჯახში შემოგზანება, სადაც დიდი სიყვარული გადაინაცვლო. ნიკუშაზე მინდოდა, მაგრამ ძალიან მცირეც კეთდი ნიკაშვილო. აქტუალებული ვარ, არ ვიცი ახლა ისეთ შესაუბრებოდი. სპეციალურად გადაუგზავნია ამ ქალბატონს პედაგოგი იყო და ქალბატონი ირმას. არ ვიცი, მეც ვწერ ასე ალიტერაციულ პროზაულებს აკუსტიხებს პოეზიაში, პროზაში, მაგრამ მეც ვიყენებ ასეთ რთულ სიტყვას, მაგალითად მაქვს ლექსში გამოყენებული ეს ლაგამოტყვი რბილი, ანუ უფალი. განმარტებები მეც მაქვს, მაგრამ აქტუალებული ვარ, არ ვიცი, შენ ხარ თვითნაბა. თავი ისევ აიშვეს ამ წვიმებმა დაესცა, ისე დადაბლებულა თითქოს მიწას დაეცა, თავს მაღლას წევს გვირილა გძერფეხა და მძის გულა, არ მიყვარდე ნეტავი ვიყო ძალზე დიდგულა, თავად ვხატე ცაზე მზე, მერე ისევ წავშალე, დავაბრალე ეს წაშლა ლეგა ღრუბლებს თავშავებს, ნეტავ ჩემთვის გაგეგო, მომკლა ამ სიმარტოვე, რა უგულო წახვედი ნეტავ რად მიმატოვე, ფიქრი ცამსძე ავიდა, ცაზეც ვერ დაეტია, რაც ჩვენ ვიცით იმაზე, რაც არ ვიცით მეტია, რაკოწიწე რითმები, არ მინდოდა დღეს სევდა, ლექს ვერ გამოვაყარე, უშენობა რომ ხდებდა. როგორც ყოველთვის ქალბატონობას მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი დღესთვის. ყოველი დღე ახალი აღმოჩენაა აკადემიაში. ახალი სიტყვა ეთქმის, ახალ წევრებს ხედავთ და იმ ახალ წევრების უკან არის შემოქმედება, თქმა უნდა, ხელოვნება და ყველაფერი ის, რაც დავუშვათ, ჩვენ არ ვიცოდით, ან არ ვიცოდით. მაგრამ რაც არ ვიცოდით, ნახეთ და მომისმინეთ აკადემიაში, რომელსაც ვია, რაღაცნაირად ჩემთვის პირადად სული საბადოც არის. რაღაცნაირად დასარდენიც არის სული. ქართულადაც დავიწყე ნელ-ნელა წერა და იმ ლექსს აგიკითხავ ახლა. შემოდევ საქართველო. აგერ იპოვა შენმა შვილმა მკერდიდან მოწყვეტილმა.
ხო, ნატრიებული გამიმრთელო, ჩემო დედავ საქართველო. შეჩივლება არა მაქვს განა, დედას ვეძახდით ანა. კი, რამდენიმე ვიცოდით, ცეკვა და სიმღერა ჯიველოი და დიდო ნანა. აგერ აქავარ, მოკლედ წავიკითხავ. აგერ აქავარ თბილისში, ტრემლი შემშალი ტირილში, რა დამცქერი ხარ გაოცებული, ჩამიხუტე უბეში. ჩვენ ვართ ისტანბულში დაარსებული ქართული ცენტრის თავმჯდომარე და იქ ვაკეთებთ თურქეთელ ქართველებს ენას ამბანს და ასე შემდეგ ემოციებში ვარ და ბოდიში ვასწავლი ქართულ კულტურს მოკლედ და ქართულ ენას, ქართულ კულტურს, მარტო კი ენას არა, რა თქმა უნდა, გავაცანით შოთა რუსთაველი და წერეთელი და ასე შემდეგ ყველა პოეტი. ეს აქ რაც ხდება იმასთან დაკავშირებით რა? იმასთან დაკავშირებით ძალიან განათლებული, ინტელექტუალური იგი იყო სფერო და გამიხარდა რომ ზუსტად ხალბატონებიც იყვნენ ერთი მეორე ახალ მომავალით ახალი თაობაც რომ მოდის და გაერთიანებულან აქ ჩვენი ასაკიანი თაობა და ახალი გაზრდები ეს იმედს გვიძლიერებს რომ იმედს გვიჩენს ამიტომ გვიხარია ყველას დამატებ დავამატებთ იმას, რომ ძალიან ამაღელვებელი იყო დღეს შეხვედრა აქ, ეს ექსპრომტად მოხდა და მე მინდა მიულოცო იმ მომავალ თაობას, იმ ორ ახალგაზრდას, რომელიც მართლა ვერ დავესწარით და პოეზია ვერ მოვისმიეთ მის ლექსები, მაგრამ როგორც წარმოთქვეს და შეაფასეს ჩვენმა საზოგადოებამ მოსმენისგან გამომდინარე არაჩვეულებრივი მომავალი ყავს და თუ ასეთი თაობა ჩვენ გვეყოლება საქართველოს გადაშენება არასოდეს არ უწერია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ათინათის დამფუძნებელს, ხელმძღვანელს ქალბატონ გულნაზის იმისთვის რომ აი დღეს ჩვენ აქ მოვხვდით და მე აკადემიის წევრი ვარ და ნუ არ ვიცი აჟიტირებული ვარ ახლა ემოციებისგან რა ვთქვა აღარ ვიცი და დიდი მადლობა ბატონო ბესო რომ თქვენს არსებობთ და აი არცეთ გადასარევთ და ლამაზ ღონისძიებებს აშუქებთ და აფასებთ ესწრებით და დროს ნახულობთ. შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი ავტორები მყავდა ნიკუშას ცხირტლაძის სახით და ქუთაისელი გოგონას სახით რომ ღირდა უკვე ამ თემაზე საუბარი. სხვათა შორის როცა ჯუმბელ ლეჟავამ და მე ეს აკადემია გავხსენით, მისი იდეა იყო რომ ჩვენ ბეძებთ აღმოჩენებს ვაკეთებთ იმ მიძინებულ ნიჭისა, რომელმაც უნდა გამოვამზიუროთ და გამოვიყვანოთ. არა ვთქვათ, ვინც უკვე გაზრდილია და ვისაც დიდი ტიტულები აქვს, იმად პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვეძებთ. ჩვენ ვეძებთ აი ასეთ ახალგაზრდებს და ძირითადად ჯუმბელ ლეჟავას იდეებს აგრძელებს აკადემია. ეს არის ჩემი აზრი.